საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით სემექში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. შავი ზღვის კაბელის პროექტიც იყო ერთი მთავარი აქცენტი. მეც გვეტყვის უკვე ბატონი დავით ნარმანია. მოგესალმებით ბატონო დავით და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო დავით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული მომავალი. აი რა შინაარსი დევს აი ამ ძალიან, ასე ვთქვათ, ლამაზ და ფრთიან ფრაზაში? ენერგეტიკის ევროპული მომავალი ორ რამეს გულისხმობს. პირველ რიგში ეს არის ენერგეტიკის მართვის და რეგულირების მნიშვნელოვანი საკითხების ევროპულ მოდელზე გადაყვანას და მეორე ეს არის ის ახალი პერსპექტივა, რომელიც უჩნდება საქართველოს შავი ზღვის ქვეშა კაბელის მეშვეობით ევროპასთან პირდაპირი ენერგეტიკული, ელექტროენერგეტიკული კავშირის დამყარების თვალსაზრისით. ჩვენ რეფორმები ამ კუთხით დავიწყეთ მას შემდეგ, რაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ევროკავშირთან ხელი და იცით თქვენც და ტელემაყურებლებმაც, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ ენერგეტიკის და წყალმომარაგების კანონს გულისხმობ, სემეკმა 30-ზე მეტი ახალი ევროპული ტიპის მარეგულირებელი ნორმა დაადგინა, რომლითაც მართვის საკითხები და რეგულირების საკითხები არსებითად ევროპულ მოდელზე გადაყვავს. ამდენად და სულ 2-3 დოკუმენტი დარჩა, რომელსაც უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ, მივიღებთ და მოვამზადებთ სისტემას ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. კი, აი ამ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში, ვთქვათ, რა გამოწვევებზე იმსჯელეთ, ვთქვათ, რას უყურებთ დღეს იმისთვის, რომ აი ეს შესაძლებლობები, რაც გაიხსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რეალურად იყოს ათვისებული და ეს ევროპული მომავალი მართლაც დადგეს. ენერგეტიკული კლუბი ძალიან კარგი ფორმატია. ერთის მხრივ ჩვენს გამოცდილებას უზიარებთ კლუბში, ასე ვთქვათ, მონაწილე მედიის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მეორეს მხრივ ვიღებთ პრაქტიკულ კითხვებს იქიდან მოსაზრებებს, საიდან გამომდინარეც ყველაფერს შემდეგ უკვე ფილტრავთ და ვიყენებთ მომავალი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ რამე წინააღმდეგობა არსებობს, პრობლემა არსებობს, ამოცანა არსებობს, ამ ყველაფრის გადასაწყვეტად, გადასაჭრელად, უფრო უკეთ დასარეგულირებლად ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ყველა საინტერესო რაციონალურ მოსაზრებას, რაციონალურ წინადადებას. რაც შეეხება თვითონ რეფორმებს, რომელიც ტარდება ამ თვალსაზრისით, ანუ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ენერგეტიკის სექტორში ბაზრის გახსნას გულისხმობს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ გულისხმობს ეტაპობრივად, ანუ მონოპოლიური გარემოს კონკურენტულ ელემენტებზე გადაყვანას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკურენციის ელემენტების შემოდის ბაზრის გახსნის შემდეგ და ამით არსებითად მომხმარებელმა უნდა მოიგოს. და რაც ყველაზე მთავარია, ახალი ინსტრუმენტი, რომლითაც კომისია აღიჭურვა, ეს არის ბაზრის მონიტორინგის ინსტრუმენტი. თუ ბაზარზე ვინმე დომინანტური მდგომარეობა ექნება, ან ამ მდგომარეობას ბოროტად გამოიყენებს, ან ასე შემდეგ, კომისიას ექნება უფლებამოსილება, პროცედურად უკვე აქვს ეს უფლებამოსილება, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, შეისწავლოს საკითხი, დააჯარიმოს კომპანია, მოთხოვოს მას გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისი გადაწყვეტილებების კორექტირება და ასე შემდეგ. აი, რამდენად კმაყოფილით ხართ, ვთქვათ, აი იმ ტემპით, რა ტემპითაც ეს რეფორმა მიმდინარეობს, ხომ? ანუ გადავადება ეს სიტყვა, ესე ვთქვათ, რამდენჯერმე გავიგეთ აი ამ რეფორმის კვალობაზე. ეს ნორმალური პროცესია, თქვენი აზრით, თუ უფრო მეტ ტემპს ისურვებდით? ჩვენ კარგად ვიცნობთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და ძალიან ბევრ ქვეყანაში უფრო, ასე ვთქვათ, გვიანაც გაკეთდა. ამდენად ტემპი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ რეფორმის პროცესში აღებული, არ გულისხმობს არც ძალიან ჩქარა რეფორმის ჩატარებას და არც ძალიან გვიან და ზოზმით რეფორმის განხორციელებას. შეიძლება ითქვას, რომ 7 წყნარი და წინდახედული ნაბიჯებით მივდივართ და სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ რამდენჯერმე გადავადდა ბაზრის გახსნა. მათ შორის ბოლო გადავადება, იცით თქვენ, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში არსებული რისკებიდან გამომდინარე იყო, ანუ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული რესურსების ფასების
ყისიერი ზრდა გამოიწვია, იყო უმთავრესი საფუძველი, რატომაც მოხდა გადავადება, თუმცა ახლა უკვე სისტემა პრაქტიკულად მზად არის, გამოწვევები ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, რაც იყო დაძლეულია და სისტემა ემზადება, უბრალოდ ბაზარი ემზადება გახსნისთვის. ყველა სხვა დანარჩენი მოსამზადებელი ტექნიკური საკითხი, რომელიც ამ ყველაფერს წინ უძღოდა, მომზადებულია, რა თქმა უნდა, იგივე თქვათ კომპანიების გაყოფის პროცესი, თელასი, ენერგოპრო, სახელმწიფო ელექტროსისტემის ნაწილშიც მიმდინარეობს ახლა მუშაობა, ეს ყველაფერი გაკეთებულია. გაზის სექტორში უნდა მოხდეს უკვე შემდგომი ნაბიჯია ბაზრის გახსნა და იგივე თქვათ კომპანიების გაყოფა, რომ ერთი და იგივე კომპანია არ იყოს ქსელის მეპატრონეც და ენერგიის მიმწოდებელიც, ანუ მონოპოლისტი არ უნდა იყოს მიმწოდებელი და მიწოდების ენერგიის მიწოდების ნაწილში უნდა იყოს კონკურენცია. ამდენად ამ თვალსაზრისით ბევრი საკითხი უკვე მოწესრიგებულია, მოგვარებულია, ბევრი რამ გაკეთებულია და ასე ვთქვათ სისტემა ემზადება ბაზრის გახსნისთვის. კი ბატონო და ბოლო ჩემი კითხვა ისევ საინვესტიციო გარემოს კონტექსტში მინდა დაგისვათ ვთქვათ ტარიფები, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ხო? ანუ საინვესტიციო და ეს გარემო უნდა იყოს მიმზიდველი. აი რა შეგიძლიათ აქედან უთხრათ ინვესტორებს, ვთქვათ, რას აპირებთ აი ამ ტარიფებთან მიმართებით? ენერგეტიკული სექტორი საინვესტიციო თვალსაზრისით კვლავაც რჩება საინტერესო სექტორად და ეს განპირობებულია იმით, რომ სექტორში მონაწილე კომპანიებს გარანტირებული აქვთ შემოსავლები. ეს შემოსავლები გარანტირებულია სენეკეს მიერ დადგენილი ტარიფებით და მათ ყოველთვის რჩებათ გონივრული მოგება. ამ შემთხვევაში გულისხმობ ქსელურ კომპანიებს, ანუ ქსელის მეპატრონეებს. ხოლო რაც შეეხება ენერგიის მიწოდების ნაწილს, ენერგიის მიწოდების ნაწილში იქნება კონკურენცია, თუმცა ბირჟა როგორც მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ საბაზრო ფასად გაიყიდოს პროდუქტი, ანუ ენერგია, რომელიც მათ ექნებათ და იგივე თქვათ ის ახალი მექანიზმი, რომელიც მთავრობამ გასული წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა, ხო, განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდამჭერი კომპონენტი და ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, ფასთაშორის სხვაობის დაფარვის ინსტრუმენტი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი და სიგნალი, რომ ამ სფეროში, ანუ მწვანე ენერგიის პროექტების განხორციელებით დაინტერესებულმა ინვესტორებმა უფრო მყარად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და საფინანსო დაწესებულებებიდან მათ ამ მექანიზმის პირობებში გაცილებით უფრო გაუადვილდებათ დაფინანსების მოზიდვა პროექტების განსახორციელებლად, იმიტომ რომ იცის საფინანსო დაწესებულებამ, რომ საშუალო ფაზზე უფრო დაბალ ფასად, უფრო სწორედ მთავრობასთან შეთანხმებულ ფაზზე უფრო დაბალ ფასად თუ მოხდება ბაზარზე ენერგიის გაყიდვა და ესეთი დაბალი ფასი დაუფიქსირდება, ფასთაშორის სხვაობას მას სპეციალური ფონდიდან შეუსებს მთავრობა. ანუ გარანტირებული შემოსავლები ესეთი ტიპის ინვესტორებისთვის ამ მექანიზმით იქნება უზრუნველყოფილი. და დავაზუსტებ თუ შეიძლება ჩემს კითხვას და შესაბამისად შევეცდები თქვენი პასუხიც დავაზუსტო ამ მიმართულებით წყლის, გაზის, ელექტროენერგიის მიმართულებით, თქვათ საშუალოვადიან პერიოდში არ უნდა ველოდოთ ტარიფის მატებას იმის მიუხედავად, რომ თქვათ გვესმის ზოგიერთი კომპანიისგან პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ინვესტიციები გაგებულია და თქვათ ეს ტარიფში უნდა აისახოს. ტარიფის ზრდას ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სექტორში არ ველოდებით. ბუნებრივი გაზის სექტორში ჩვენ ტარიფები გასული წლის დეკემბერში დავადგინეთ და დავტოვეთ უცვლელი. ელექტროენერგიის ნაწილშიც ასევე ჩვენ პერიოდულად გადახედვა გვიწევს ტარიფების და ბოლო გადახედვა გვექნება, როცა ბაზარი გაიხსნება, თუმცა ბაზრის გახსნის პირობებში ტარიფების ზრდა ასევე მოსალოდნელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ იგივე თქვათ ენერგიის ღირებულებას, იგივე კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს და არსებული ფორმულებიდან, რომელიც არის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში და კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, ასევე ვალუტის გაცვლითი კურსი და ასე შემდეგ, ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორშიც მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, წყალმომარაგების სექტორის ტარიფების გადახედვა უწევს ამ წლის დეკემბერში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ სატარიფო განაცხადი კომპანიებიდან არ მიგვიღია, ეს სატარიფო განაცხადები დადგენილი წესის მიხედვით შემოვა საფხულში, შემდეგ ის პროცედურები, რაც არის სტანდარტულად ტარიფების გაანგარიშების დროს, ამ პროცედურების დაცვით მიმდინარე წლის ბოლოს დავადგენთ წყალმომარაგების ტარიფებს.
უღრმესი მადლობა ბატონო დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე იყო საქმიანი დილას ანალიტიკას ბოლო ბლოკის სტუმარი.